მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ რა ბედნიერება მოდის თქვენთან, ხო? რა ბედნიერება მოდის თქვენთან. ჯერ ვნახოთ ჩვენ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. დღეს მინდა ნაკადში ვიმუშაო. პირველ რიგში ვიპოვე იმ ბედნიერ ქალს, ხო, ვისთანაც მოდის, ადამიანს ვნახოთ შეიძლება ახლა თუ შეხვდება ესეთი სიტუაცია, რომ ბიჭებისთვის იქნება ინფორმაცია, კი ბატონო, ნახეთ რა ბედნიერება მოდის, ვიღარა ინდი მოდის თქვენთან, მე მგონი თასების, რა სიყვარული მოდის, გოგოები, სიყვარული. აბა ვნახოთ, რაღაც შეტყობინება შეიძლება მოვიდეს, შეიძლება ადამიანი ჩამოვა, რომელიც გიყვართ, ვნახოთ ახლა. პირველ რიგში ვიპოვოთ ჩვენი დედოფალი, ხო? აქ თქვენ რაღაცა ძალიან მაგარ გაკვეთილს ვაფშე დატოვეთ რა. აი უეჭველი ეს გაშლა იქნება იმ ადამიანისთვის, ვინც იცის, რომ მე დავასრულე რაღაცა კარმული მაგარი გაკვეთილი. აი უნდა გრძნობდეთ თქვენ, აი ყველანაირად უნდა გრძნობდეთ, რომ თქვენ მოერიეთ თქვენს ემოციებს, თქვენ ყველანაირად, ანუ დაასრულეთ, თქვენ იპოვეთ ბალანსი, თქვენ უკვე იცით თქვენი ფასი, თქვენ უკვე თქვით, რომ არა, ჩემთან ასე არ შეიძლება, როგორც შეიძლებოდა ადრე დაუშვათ, ხო? ანუ როგორც გექცეოდნენ, თქვა, შეიძლება აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ხო? თასები არის რაღაც ემოციები გაქვთ დალაგებული და უკვე თქვენ იცით, რომ მასე არ შეიძლება, მასეთ მოპყრობას მე არ მივცემ უფლებას, არავის რომ მე ვინმე კიდე გული მათქენოს, არავითარ შემთხვევაში მე არ მივცემ უფლებას. თქვენ აქ დაასრულეთ ძალიან რთულ პერიოდს. თქვენ დიდი ხანი შეიძლება იყავით მარტო. მარტო რას ნიშნავს? საჯარო გაშლა, მithumetes აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება ზოგჯერ ყავთ პარტნიორი, მაგრამ ხარ გრძნობ თავს მარტო. მარტო უმკლავდები პრობლემებს. მარტო რაღაცა შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც გქონდა შენ და მარტო უმკლავდებოდა. შეიძლება ავათი ყავი და მარტო გიწევდა აღება შენს თავზე, დაუშვათ ყველა პრობლემების. მარტო, სულ მარტო იყავი, შეიძლება გეუბნებით, აქ ბევრი ფინანსური პრობლემებიც გქონდა თქვენ, ბევრი გაქვთ ვალდებულებები აღებული თქვენზე და უკვე შეიძლება რაღაცა ეს ფინანსური რესურსიც უკვე დაილია, ასე რომ ვთქვათ რა. კი, და თქვენ ეძებთ რაღაცა საშუალებებს, რომ აი რა გავაკეთო, რა ვქნა. შეიძლება მოხდა აქ ესეთი მომენტი, ზოგისთვის შეიძლება даже გაიგეთ თქვენ ის რომ აი ადამიანი კი დაუშვოთ ახლა მიყვარდა, მაგრამ არ იყო ჩემი საყრდენი არანაირად რა. შეიძლება ზოგმა აქ მიიღო даже დიდი დარტყმა და ღალატიც იყო რა ადამიანის მიმართ, თქვა. ან შეიძლება ადამიანი მანიპულირებდა და თქვა ახლა აი თქვენ სულ იყავით როგორ აი სტრესში რა, რომ აი მოვა არ მოვა, ვარ ურთიერთობაში, არა ვარ ურთიერთობაში. აი ეგეთ მომენტებში იყავით თქვენ და ნამდვილად თქვენ აქედან გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ბევრი იფიქრეთ რა, მე ვერ გავიგე, გვერთხების დედოფალია ბოდიშით რა. მე ვერ გავიგე, მე ახლა არა ვარ ღირსი იმისი, რომ მე ვუყვარდე ისე როგორც მე მიყვარს. მე არა ვარ იმისი ღირსი, რომ მე თქვა დაუშვათ ახლა ადამიანს ახლა ერთად ვიყოთ რა, ანუ კონექტში რა, ისეთში რომ ანუ როგორც ადრე იყო, მე აღარ მინდა არც ეგეთი სიყვარული მინდა, არც ეგეთი ურთიერთობა მინდა, არაფერი ეგეთი არ მინდა, დავასრულე რა. დავასრულე. აქ даже შეიძლება ზოგს აქ როგორი მომენტი იცით, რომ შეიძლება იფიქრეთ, რომ აი საერთოდ ვაფშე მინდა ურთიერთობა, აი даже ზოგს შეიძლება ეგაც აქვს და უბრალოდ ახლა გახსენით, იმიტომ რომ მოусმინოთ ვაფშე რა სიხარული ვაფშე მომივა საერთო ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ აქ როგორ ხართ, აქ თითქოს აირჩიეთ პოზიცია ისეთი, რომ მე არავის არ ველოდები. მე არა ვარ დამოკიდებული იმაზე, რომ დაუშვათ ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იქნება თუ არ იქნება. ეს ძალიან კარგი პოზიცია, იმიტომ რომ როცა ამბობენ ხოლმე დაუშვათ გოგოები, რომ ისეთი ადამიანი მინდა, რომ მე ბედნიერი გამხადოს. ეს არის სისულელე, ვერავინ ვერ გახდეს შენ ბედნიერს, ვერა, даже შვილიც კი. იმიტომ რომ შენ შვილის გიხარია, შენ თვითონ ხარ ბედნიერი, იმიტომ რომ შენი შვილი წარმატებულია, დაუშვათ, ხო? ან შენმა შვილმა თქვა გაიარა, შენ ხარ ბედნიერი, კი არ გაგაბედნიერა, შენ ხარ ბედნიერი, გამიგეთ? აი ეს არის და არ არსებობს რომ ვიღაცა მოვიდეს და გაგაბედნიეროს, შენ თუ არა ეს შინაგანად, ხო? ეს რაც გვაქვს შიგნით, ის არის გარეთ, რაც ანუ ჩვენ მაგას ვასხივებთ, გამიგეთ? რა ხდება? შენ თუ შინაგანად ბედნიერი არ ახარ, ვინ
გახდის, მაგრამ აი აქ თქვენ თითქოს აი ამ სიტუაციას ძალიან მძიმე სიტუაციები და პერიოდები გქონდათ, ძალიან დიდი ხანი იყავით თქვენ, გეუბნებით, აი ეს პირველი სიგნიფიკაცია იქნება იმათთვის, ვინც დიდი ხანი მარტო, ანუ ყველანაირ პრობლემებს, ფულის შოვნას, ყველაფერს თავის მხარზე აიკიდა და იტანდა თვითონ რა. აი აქ ესეთი სიგნიფიკაცია, მაგრამ თქვენ აქ თქვით მორჩა. მასე აღარ იქნება, არა. ანუ მე უკვე არ მინდა ეგეთი რაღაცა, ანუ იმიტომ რომ როგორ არის, თქვენ ხართ ყველასთვის, თქვენ აძლევთ სიყვარულს, თქვენ აძლევთ სითბოს, თქვენ აძლევთ აი რა ვიცი მე იმდენი რამეს, მაგრამ უკვე თქვით რომ არა, სხვანაირად მინდა, მე მინდა რომ მეც ვუყვარდე, მე მინდა რომ ჩემთანაც იყოს რა ეს სითბო და ბედნიერება. და აი ამ თქვენს პრინციპებზე დადეკით თქვენ ძალიან მყარეთ რა, მყარეთ. უკვე აი ეს მომენტები რომ მოვიდა, წავიდა სტრესები, ანუ მყავს პარტნიორი, არა მყავს, აი აქედან გამოდიხართ თქვენ, იმიტომ რომ აღარ მინდა ეგეთი რაღაცა რა, თავს ვატყუებ, მეც არაფერს არ ვაკეთებ რა, აი ეგეთი პოზიცია არის და აი ახლა თქვენ თვითონ ხართ აი როგორ მომენტში იცით რომ კი ბატონო, არა ვარ უარზე მე რომ მოვიდეს თქვა დაუშვით ჩემთან პარტნიორი, შეიძლება ახალიც იყოს, მაგრამ მე მინდა სხვანაირად რა, ეს სიტუაცია იყოს, სხვანაირი ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ სხვადასხვა როგორ ხართ შეიძლება აი მე ვფიქრობ, ინტუიცია კარნახობ თქვენ, ინტუიცია გაქვთ უძლიერეს ჩემკორუმებო და ნამდვილად ისეთი ინტუიცია გაქვთ, რომ მე აუცილებლად აქ შემხვდება ადამიანი, რომელიც მოდის ჩემთან ბედით. აუცილებლად რა. იმიტომ რომ როგორი პენტაკლების მეფე არის საერთოდ ადამიანი საყრდენი. ქალისთვის არის ყველაზე ქალს შეიძლება ნახეთ, აი სანამ თქვა შეიძლება ბავშვური სიყვარული თქვა ლამაზია და ან თქვა ცოტა ისეთ პერიოდში, რომ აი მაიმე როგორი ბიცეპსები, როგორი ტანი აქვს, როგორი ისა, აი უკვე ქალი რომელიც შედის აი ასე ამდენ რამეს გაევლის, მას ჭირდება ადამიანი, ვისთანაც ეს იგრძნობს უსაფრთხოებას, ეს არის ქალისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს საერთოდ ჩვენი აი უდიძველესი ასე რომ თქვათ, არის ჩვენი ინსტინქტი რა. მე даже ადრე რაღაცა ვიდეოში კიდევაც ვთხარი აი ბიჭებს, რომ თქვენ რომ გადიხართ გარეთ, ხო? ქალს აუცილებლად უნდა უთხრა, აკოცე და უთხრა, ჩაიხუტე და უთხრა, დავბრუნდები მალე. ანუ ეს არის ქალებში ზის ეს მომენტი, რომ ჩვენ ვშპოტავთ, როცა გარეთ კაცი გადის, აი ზოგი თქვათ, აი რატო ეს ომები, ეს პერიოდები, ეს ძველი პროგრამები, კაცი წავიდა, თუნდაც ახლა ადრე რომ წავიდა კაცი სანადიროდ და რა ვიცი ახლა იმას შეჭამს თუ არა ეს თქვათ ნადირი, თუ დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება და ამიტომ ქალებში ზის ეს რაღაცა შიში, გამიგეთ, ყველას არა, მაგრამ არის ეს მომენტები და თუ დაუშვით თქვენ თუ ვერ ხვდებით აი რა არის ისი მეშინი ახლა წავიდა, მაგრამ მაღაზიაში და დაბრუნდება. მაგრამ აი რაღაცა მაინც გაგიელებს. აი ეს არის ეგეთი მომენტი. ამიტომ არაფერი აქ არ არის რთული, რომ კაცმა გითხრას, რომ ჩემო სიხარულო მალე მოვალ. აი თუნდაც, всё, დამშვიდე ეს ქალი, გამიგეთ და დააკვირდეთ ბიჭები თუ მიყურებთ, რომ ნახეთ, თუ დაუშვოთ შენ წასული ხარ 1 საათი დაუშვოთ, ვთქვათ მეგობრებთან სამსახურში რაღაცა რომ გირეკა როგორ ახარ, მიხვედი, აი ეს არის ეს მომენტი, რომ აი ირთობა მასში შეება ძალიანაც არ უნდოდეს, მაგრამ აი ირთობა რა ეს ინსტინქტი, რომ დაბრუნდება, სად არის მივიდა, აი ეგეთი რაღაცები რა. ეს არ არის ზოგჯერ ვთქვათ, აი დედობრივი რაღაცა მზრუნველობა, არა ეს არის უფრო ძველი აი ეგეთი პატერნები, რომელიც არის ქალებში, გამიგეთ? ამიტომ გაითვალისწინეთ რა არის აქ ძნელი. ეს ესეთი მითითება, ხა ყოველასთვის შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც ვიღაცას უნდა რომ გაეგო. ან თქვენ შეგიძლიათ გოგოები უთხრათ თქვენს მამაკაცს აუხსნათ, რომ აი თუ არ გინდათ შეგაწუხო თქვა დღეში მილიონჯერ რა, მოგწერო მიხვედე რა ქენე, როგორ პროსტო შენ მომწერე, всё, აი ვარ. ეს არ არის არც კონტროლი, არაფერი, ეს არის უბრალოდ თქვენი სიმშვიდე, ეს არის ერთგვარი მზრუნველობა. რა თქვენს შინაგან მდგომარეობას, მეტი არაფერი. და აი აქ თქვენ ხა გაქვთ ის ინტუიცია, რომ არსებობს დედამიწაზე, არსებობს ადამიანი, რომელიც აი ისეთი იქნება, რომელიც გაითვალისწინებს თუნდაც იმას, მე რა მინდა, ანუ სხვანაირი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს, კი. და აი რომელთანაც აი სიყვარული, სადაც მე ვიქნები, ბედნიერი, კი ბატონო, თქვენ მაგისი, მაინც გაქვთ მაგისი იმედი და შეიძლება
არის, აი, მართლა ბევრს ფიქრობდით, კი, აქ გქონდა თქვენ რაღაც ესეთი მომენტები, რომ არა, არ არსებობს, აღარ მოვა, ვიღა მოვა, всё, აი, იმიტომ რომ თქვენ აქ გინდათ სტაბილური, კაი, ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება არ გამოდიოდა ისე. შეიძლება სულ ქონათ ურთიერთობა მანძილზე, რომელმაც გადაგღალათ და თქვენ გინდათ ნორმალური, სტაბილური პარტნიორი, რომელზეც არ ივარაუდებთ თქვენ, რომ აი რა იქნება, ანუ ეს უსაფრთხოება ვისთანაც აი არა გაქვთ, ხო? იმიტომ რომ აქ მე ვხედავ, რომ უსაფრთხოება არ გქონდათ, რომ თქვენ გინდოდათ ეს ურთიერთობა ადამიანთან, მაგრამ ადამიანი არ გაძლევდა თქვენ უსაფრთხოებას და თქვენ აქ ბევრმა დაასრულეთ, კი, მტკივნეული იყო, მაგრამ თქვენი თავი აირში და თქვით, რომ მე აღარ შემიძლია, კი, შეიძლება სიყვარულით გავუშვით, მაგრამ მე წინ მივდივარ, მე ვიცი, რომ არსებობს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც მე აი ასე არ მაშფოთებს, ვისთანაც მე ვიქნები ანუ გამთლიანებული, ასე თქვათ, ხო? და ნამდვილად თქვენ აქ არ ეძებთ უკვე აი გაკვეთილები და ეს რაღაცა შპოთები, ნერვიულობები არა. თქვენ აქ უკვე ელოდებით თქვენი საგვარეულოდან, თქვენი აი თქვათ, ნუ ბედისგან ადამიანს, ვისთანაც შეძლებთ თქვენ ნამდვილად სერიოზულ ურთიერთობას თან, ისეთ მამაკაცთან, რომელსაც თვითონაც აქვს გამოვლილი რაღაცები, იმიტომ რომ ნახეთ, როცა შენ თვითონ გამოიარე რაღაცები და შენი პარტნიორი ვაფშე ბაიბურში არ არის, რას ნიშნავს თქვათ ახლა დაკარგვა თუნდაც კიდე რაღაც, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ აი ესეთ მომენტებში ჩვენ ბევრ რაღაცას ვსწავლობთ და იმას თუ არ აქვს ეს გამოცდილება ძალიან რთულია ეს რომ ნუ ასეთ ადამიანთან მოიპოვო საერთო, იმიტომ რომ იმან არ იცის რას ნიშნავს დაკარგვა, იმან არ იცის რას ნიშნავს ადამიანმა მოქცა სიტყვა და არ შეასრულა, იმან არ იცის რას ნიშნავს ლოდინი თუნდაც, ხო, არ იცის და ახლა შენ მიდი და მიტკიცოს რა მოხდა, არაფერი რა მოხდა, ახლა დამელოდე რა მოხდა, ახლა ჩამოვალ დღეში რა მოხდა, არ დაგირეკავ, რა მოხდა, რა შენი საქმე არა გაქვს და კავდი შენი საქმეებით რატო ხარ მიჯაჭული, რატო აი ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ არ იცის ადამიანმა არ გამოუულია, გამიგეთ რა ხდება? და ამიტომ არის აი ეს ზუსტად თქვენ აღარ გინდათ, აღარც ეს ლოდინები, აღარც ეს რაღაცა ჩხუბები. всё, მორჩა, აღარ მინდა, მე უკვე აქ ეს მოგლოვიარე მდგომარეობაში ყოფნა, მე ვისწავლე უკვე ყველაფერი აბსოლუტურად და უკვე ჩემი თავიც მოვიპოვე, რა, всё, მინდა მე უკვე ჩემს თავს ვაძლევ შანსს, რომ შემოვიდეს ადამიანი, ვისაც აქვს ეს გამოცდილება, გამიგეთ? ნუ აი ძალიან კარგი რაღაცა ვნახოთ, ეხლა აი თუ იცანით თქვენი სიტუაციები, აი ასეთ ადამიანთან რა დიდი ბედნიერება თქვენთან ეხლა მოდის და ეს აქეთ წავიდეს. მე ავიღებ, აი ვნახოთ ეხლა ჩვენ ჩემი საყვარელი სულფი, მოდი და გითხარით ჩვენ აი ასეთ ადამიანს რა ბედნიერება ელოდება. რა ბედნიერება ელოდება. თქვენ უნდა გრძნობდეთ, გოგო, აქ იცით როგორი თემა? შენ თუ იძახე არა, არავინ არ შემოვა, არავის არაფერი და აი ეგეთი რაღაცა, ეს სხვა თემა. შენ თუ დაუშვათ გრძნობ სადაც გულის სიღრმეში, რომ არსებობს სამყაროში ადამიანი, ვისთანაც მე შემიძლია ვიყო, ანუ ნორმალურ ურთიერთობაში, ნორმალურს რას ვგულისხმობ, კიდევაც აგიხსენიათ მე თქვენ. ნუ მაგრამ ეს უნდა თქვენ გრძნობდეთ. Так, მოდით ეხლა ვნახოთ. აი მაგაზე, ეხლა ჩემ არხზე ხარ და რა თქმა უნდა მე მოვახსენებ, რომ ჩემთან ეხლა მიმდინარეობს ტრენინგი, ანუ ძალიან მაგარი კურსი, ჯერ ტრენინგი იყო, ხა კურსი გვაქვს ჩვენ, 3 ნაწილად არის გაყოფილი და პირველი იყო ჩვენთან ძალიან საინტერესო, ჩვენ მუშაობთ საგვარეულოს პროგრამებზე და დედმამის თემებზე, იმიტომ რომ ეს მაგის გარეშე გოგოებმაც დაწერეს, რომ არ შეიძლებოდა არაფრის თქვა წინსვლა და ეხლა უკვე გადავდივარ ზუსტად ქალური ენერგიებზე, ქალური ენერგიის სექსუალურობაზე, ურთიერთობებზე, როგორ უნდა, რანაირად, როგორ გავიგო, როგორ უნდა, ანუ რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ახალი ურთიერთობა შევქმნათ, ან გავანახლოთ ურთიერთობა იმ პარტნიორთან, ვინც უკვე ყავს, ხო? ესეც ყველაფერი უნდა იცოდეთ, გოგოებო, ეს არის ელემენტარული. შენ თუ დაუშვათ, თქვი, რომ მინდა პიანინოზე თქვა დავუკრა, ხო? უნდა ისწავლო, თუნდაც ბავშვმაც რომ უნდა როცა თქვათ, ანუ პატარა რო არის და იზრდება, ჭამასაც სწავლობს, სიარულსაც სწავლობს, ჩვენ აქ ყველაფერს ვსწავლობთ. კი, არიან ადამიანები, ვინც არის თან დაყოლილი აქ ეს რაღაც ცოდნები, მაგრამ ცოტა არიან ძალიან. დანარჩენები უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა ჩვენ რომ ურთიერთობა არის ყველაზე დიდი სასწავლებელი. აი იცოდეთ რა, თუ გინდა ბედნიერება, იმიტომ რომ ურთიერთობაში ჩვენ გავდევართ ძალიან ბევრ პროგრამებს, რითიც მოვიდეს სული.
გამიგე და ამიტომ ერთმანეთს ურთიერთობაში ვეხმარებით, მაგრამ აი როგორ გაიარო ადვილად, როგორ ამიტომ ეს ახლა ყველაფერი შეიცვალა. უკვე ეს წვალება, წამება, ეს რაღაცა არა, აი აქაც ხალი გრძნობს, რომ ჩემი ქალური უკვე ენერგიები, კურუმის ენერგიები ისე შეიცვლება, რომ ადამიანის ან სხვანაირად იქნება. ნახეთ, აი და კიდე ელემენტარული ხო გაგიგიათ, რომ დაუშვოთ ერთი და იგივე თქვათ პარტნიორი, ხო? ანუ სხვადასხვა, ანუ მოდით კაცზე ვილაპარაკოთ, სხვადასხვა ქალთან სხვანაირად იქცევა, ხო? და რატომ? იმიტომ რომ ის სხვა ენერგიებში არის, ეს სხვა ენერგიებში არის. კაცი ერთი და იგივე, მაგრამ სულ სხვანაირად. იქ აქ სვამდა სიტყვაზე, აქ ვაფშე საერთოდ აღარ სვამს. აქ ფულიც არ მოქონდა, არც სამსახური არაფერი არ უნდა და აქ გადავიდა ამ ქალთან და თქვათ სხვა ქალთან დაიწყო ურთიერთობა, სამსახური, ბიზნესი, ყველაფერი, ხო? აი რატომ დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ ენერგიები სხვადასხვანაირი, მაგრამ შენ შეგიძლია კი არ ეძებო სულ ისეთ ადამიანს, რომ დაუშვათ, ვაიმე მინდა სათანადო გიყავს, ნებისმიერი კაცი რომელიც არის შენს გვერდით, ეს არის სათანადო შენი, ხო? აქ საქმე სხვა რამეში არის. შენ თვითონ შეიცვალე, შენ მაგრამ ეს მეზარება ის თვითონ იმან შეიცვალოს, მე რატომ მე მაგარი ვარ. ნუ ასე არის განწყობილი აი აქ დედამიწაზე, ქალები, სულები, ვინც მოვიდა ქალის სხეულში, ისინი მუშაობენ თავის თავზე, კაცები გვეხმარებენ თავისი ქცევებით. მოდი ადვილიანით ეს არის რა. მაგრამ შენ როცა იცვლი შენს მიმართ დამოკიდებულებას, შენ როცა პოვლობ ამ შენ ქალურ ენერგიას, შენ შინაგან მდგომარეობას ცვლი, შენ სულ სხვანაირი ხდები უკვე და რა თქმა უნდა იგივე მამაკაცი შენს გვერდით ეგრევე შეიცვლება. ანუ ეგრევე არა, მაგრამ ნელ-ნელა მაგრამ შეიცვლება. არის ამისი ალბათობა, იმიტომ არის, რომ თქვენ თუ გონიათ, რომ აი თუ არიან წყვილები, ვისთანაც აი დიდი ხნის ურთიერთობები აქვს და ისინი ახლა არ ჩხუბობენ და არც არანაირი პრობლემები არ ქონდა, ძალიან ცდებით. უბრალოდ იქ იყო აი ზუსტად ეს ჩადებული, ეს მოთმინება და ორივენი ერთმანეთის გულისთვის იცვლებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ქალზე უფრო მეტი არის რა. ეს ტვირთი ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თუ შენ ტვირთად მიიღებ, ტვირთი იქნება, თუ შენ სიამოვნებით მიიღებ, რატო არის? არ არის სიამოვნო, შენში გახსნა კიდე უფრო მეტად ქალური ენერგია, მიმზიდველი გახდი. ჩემი გოგოები ისე იცვლებიან, ვგიჟდები ყოველ დღე, ვაწერინებ ხოლმე რგოლებს და რო ვუყურებ, აი იცვლებიან, ანუ ახალგაზრდავდებიან, აი რაღაცა ისეთი ენერგიებში არიან, რომ აი დატკბები რა. რატო არ უნდა გინდოდეს სიტყვაზე რა, შენი გულისთვის პირველ რიგში, ხო? მოდით ვნახოთ ახლა, თუ ვინმეს გაინტერესებს, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და შეგიძლიათ ჩემს დამხმარ ჯგუფს მიწერო და დაგაყვალიანებენ, სად კიდე შეგიძლიათ მოხვდეთ ჩვენთან, სანამ მიმდინარეობს ტრენინგი, შეგიძლიათ მოხვდეთ. ვისაც არ გაინტერესებს, ნუ აქ არც გაჩერდება და ნუ გაინტერესებს. იყავით ისე. ანუ რა დიდი ბედნიერება შემოდის თქვენთან, მოდით ვნახოთ ახლა. რა დიდი ბედნიერება შემოდის თქვენთან, სულ მალე, მაქსიმუმ ახლა 3 თვის განმავლობაში. აი, ხო ვთქვი, დიდი ბედნიერება და კიდევაც შემოდი, ღმერთო. უზომო დიდი ბედნიერება შემოდის. ნახეთ, ახლა გეტყვით რა ბედნიერება. თუ თქვენ გქონდათ აი პრობლემები, ნახეთ, ფინანსური ყველა ვარიანტში, მეტყვით პენტაკლების ტუზი არის. ანუ აქ არის როგორი მომენტი, აქ არის ნუ საერთოდ ტუზი, მეტყვით პენტაკლების, აქ შემოდის ბედნიერება იმენა უშუალოდ მიწიერ დონეზე, იმიტომ რომ სულის დონეზე კი შეიძლება იყოს ბევრი რაღაცა სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ აქ ვცხოვრობ დედამიწაზე და ჩვენ აქ მატერიალურ სამყაროში და ჩვენ აქაც გვინდა რომ მივიღოთ ეს ბედნიერება, ხო მართალია? ამიტომ აქ თუ თქვენ რაზეც თქვენ გქონდათ ბევრი ფიქრი, რაზეც თქვენ გქონდათ ბევრი ტკივილი, რაც თქვენ ძალიან გაწუხებდათ, მოდით ასე გეტყვით, რომ საჯარო გაშლა, ხო? აი სულ რო ფიქრები გქონდათ, თქვენი და აი სულ ნერვები, აი ეს სიტუაცია მიდის თქვენი ცხოვრებიდან და მოდის დიდი სიახლე. ნუ მოდით ვკითხოთ მაინც, აი ისე რომ თქვა გვითხრათ, აი რა შეიძლება, რა არის ახლა, რაში არის ახლა? კი, რაღაცა საჩუქარი კი ბატონო, აქ არის ახლა ნუ ფინანსური მდგომარეობა კი ბატონო, მაგრამ მაინც კიდე უფრო დაგვიზუსტეთ ახლა თუ შეიძლება. რა იქნება?
ნუ აქ გვეუბნებიან პირველ რიგში ის, რომ კი ბატონო, პირველ რიგში შენი ცხოვრება შეიცვლება ყველანაირად, აბსოლუტურად ყველანაირად, იმიტომ რომ შენ თვითონ შედიხარ აი ამ ქალურ ენერგიებში. შენ ზალაში შედიხარ. შენ აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცა შემოვიდეს და გამაბედნიეროს. შენ გრძნობ შენს ზალას, ქალურ ზალას, ქალი ხარ. ანუ შენ ცხოვრებაში ყველაფერი შემოდის უკვე მსუბუქად, ადვილად. აი ეს არის ახალი ენერგიები. მე რო გეუბნებით უკვე მე რამდენი ვიდეო რომ ეხლა აი ეს არის გადასვლა რო არის, გადასასვლელი პერიოდი გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა დავეხმაროთ, აბა ისიც ვაკეთებ ამ ტრენინგებს, თორე მე კი გადასული ვარ და კი მუშაობ ჩემ თავზე, მაგრამ რომ ვიცი რომ ეს არ არის ზოგისთვის ადვილი, იმიტომ ამას ვაკეთებ, რომ უფრო მსუბუქად, უფრო დავეხმარო და ჩემთან ერთად ჩვენ даже მაგ კურსსაც ერთად ვქმნით მე და გოგოები, იმიტომ რომ ეს თემები თავისით მოდის და ეს ცოდნა რომელიც არის დაგროვილი ჩემში, თქვა მე ამას ვაძლევ, რომ წლები ვარ ამ თემებში და ნამდვილად ვიცი როგორ შემიძლია დავეხმაროთ. აი ეს ენერგიები იცვლება უფრო რას ნიშნავს? ყველაფერი მსუბუქად მოდის ჩემთან, ყველაფერი ადვილად მოდის ჩემთან. რას ნიშნავს ეს? ხო, აი როგორ არ ვიმუშაო, ვიჯდე ასე და თავისით ყველაფერი მოვა, პარტნიორის დამიკაკუნებს, ისეთი რომ გამაბედნიერებს როგორც იძახიან, ხო, ფულიც ეხა ასე დამაყრიან, შეიძლება ეგრეც. მაგრამ უნდა იცოდე, როგორ უნდა მოიზიდო შენ ცხოვრებაში ეს ყველაფერი. ამისათვის არის შენი გახსნა, შენი სექსუალური ენერგიების გახსნა. ანუ სექსუალური ენერგია, ეს არის ფულის ენერგია იგივე, ეს არის ენერგია ქალის, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ახლა ჩაიცვა ისეთი მოკლე კაბა, რომ ყველაფერი გიჩანს და ანახა მოღებული გული. არა, ეს სხვა თემა არის, კაიგეთ, вообще სხვა თემა სექსუალური ენერგია. ეს არის უბრალოდ ენერგია, რომელიც არის უძლიერესი, აი აქ ნახეთ ყველა ვარიანტში, აგერ ყურუმი აქაც მოვიდა, აგერ თქვენ ამას ისედაც გრძნობდით, რომ თქვენში არის რაღაცა ენერგია, რომელიც როცა შეიცვლება, უკვე თქვენ ამას გრძნობსა წავიდა ეს ჩემი აქ იყო პენტაკლების მეფე იყო, ამის გვერდზე, ხო? აი ეს კაცი ხედავთ, დაიმალა ისევე, იმიტომ რომ რაღაცას უარს ამბობ თქვენ. აქ იყო ახლა წევა. მოდი. ნუ მოვძებნე ამას ახლა. და მგონი აბიხე. ნუ არა უშავს ახლა ყოველ შემთხვევაში თქვენ გრძნობთ მაგას, კი? გამიგეთ რა ხდება? და აბა კიდევ ნახოთ ახლა რა ეს გვაჩვენეს ჩვენ კი ძალიან მაგარი ენერგიები, აი ძალიან მაგარი ენერგიები და კიდე აბა მაჩვენეთ კიდე რა შემოდის, რა ბედნიერება შემოდის, გამახეთ, გამარჯვებული ხართ, რა შეხართ გამარჯვებული, გამოდიხარ, აი გეუბნებით გამოდიხართ მოლოდინებიდან, გამოდიხართ იქიდან, რომ აი რაღაცა შეიძლება ოცნებები გქონდათ, მაგრამ არ ხდებოდა ეს ოცნებები, ხო? მარტო რამდენი ჩავიფიქრე, დავწერე, ხა ის ვქენი ტრენინგები გავიარე, მაგრამ არაფერი არ ხდება, ხო? აი ამას რო იცვლით თქვენ ენერგიას, როცა თქვენ უკვე აი აქ ნახეთ როგორი აი გიждები ამ დასტაზე, მადლობა კი რა, თუ მიყურებ. აი ნახეთ ეხლა როგორი მომენტი არის, ქალი რომელიც ეხლა შინაგანად იცვლება, გამიგეთ რა ხდება? და აი მე ხდება ანუ უშვებს ამ დარდებს, ყველაფერს უშვებს იმას, რაც დიდი ხანი იყო ჩაფიქრებული და არ ხდებოდა, არ შემოდიოდა და გამარჯვებულია, გამთავისუფლდი მე ყველანაირი აი ამ დურაკული ფიქრებზე და ნერვიულობაზე, იმიტომ რომ ნერვიულობა არ მოგიტანს არაფერს კარგს, გამიგეთ? არ მოგიტანს კარგს არაფერს. აი ნახეთ როგორი ბედნიერება შემოდის თქვენთან გოგოებო და ბიჭებო რა არის ესეთ თქვენ თუ მიიღებთ ამას აბსოლუტურად აი ნახეთ ინფორმაცია მოდის ხო ჩართეთ ვიდეო მიყურებთ თქვა ამ წუთამდე ხო და შეიძლება ახლა მე ხო გრძნობ აქ ეს გოგოებმა მკითხეს აი თქვენ როგორ გრძნობთ ხოლმე რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ კი გრძნობ მე რო ვწერე ხა რა თქმა უნდა ახლა აქ ხართ სულ ყველა და მე გესაუბრებით ხო და ანუ ეს როგორი თემა არის ესეთ როცა შენ დაუშვ მოდის ინფორმაცია შენ გრძნობ რომ ეს მაგარი რაღაცა მაგრამ შენ თუ იტყვი არა ეს ალბათ ჩემი არ არის ო რა სისულელია ოი მოიცა არ მოვა იცოდე 100%-იანს გეუბნებით ეს ვაფშე არაფერი შესრულდება შენ თუ უკვე ხარ და გრძნობ რომ ღმერთო მეც ნუ მინდა რა ახლა ეგეთი რატომაც არა ვიღებ გამიგეთ ძალიან მაგარი ტექნიკა ამას ვასწავლებ ვიღებ ჩემ გოგოებს ახლა ვინც არიან ჩემთან კურსზე იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ტექნიკა მაგას ქვია ვიღებ
აი ამას ვასწავლე. ხო, აი ნახეთ, თქვენი ვარსკვლავი, თქვენი გახსნა მიდის აბსოლუტურად თქვენი ნიჭის, თქვენ თუ დაუშვათ ხართ ახლა, აი, ცნობადობა, თქვენი ანუ ყველანაირად რომ წარმატება, აბსოლუტურად ეგ არის რა. როცა გამოდიხარ რაღაცა რუტინებიდან და უკვე აი ბევრი რაღაცებს შევა მუშაობდი ბევრჯერ, ბევრი ხანი შენს დაუშვათ რაღაცა ნიჭზე, ხო, რაღაცა ანუ უკვე დაასრულე რაღაცა შენ მტკივნეული მომენტები უკვე მოხდა შენში ტრანსფორმაცია და უკვე შენ შედიხარ უკვე აი ჯანსაღ ცხოვრებაში გამიგეთ შენ აქ თვითონაც იცვლები ლამაზდები რატო იძახან ვარსკვლავზე ხო ლამაზდები იცვლები რომ მე-16 იყო არკანი და მე-16 არკანი ჩვენ ვიცით წინ რომელიც იყო რომ როგორი მძიმე არკანია როცა უკვე შეიძლება შენი ძველი ყველაფერი რაცაც უკვე აღარ გემსახურება რაც უკვე არ მუშაობს შენზე ხო ეს რაც უკვე აღარ გჭირდება ეს არის როგორი თემა ის როცა უკვე ნამდვილად შენი ფეხსაცმელი რო იყიდე უკვე დახეული კი არა დაგლეჯილი და უკვე სდროა რა გადააგდო მაგრამ ხო არის ნათქვამი თუ გინდა ახალი გადააგდე ძველი ხო და ზოგჯერ ადამიანს 20 წელიწადი ერთი და იგივე ფეხსაცმელები აცვია და იძახას მე ახალი მინდა და რაღაცა არ მომდის ახლა ფული არ მაქვს იმიტომ რომ ამას ძველს ვერ უშო გადააგდე და ხვალ ვიყიდე ეგაც კარგი პრაქტიკა რო იცოდეთ всё აი ეს არის რა თქვენთან მოდის უდიდესი ბედნიერება ნახათ რა უდიდესი სიყვარული და უდიდესი ბედნიერება მოდის თქვენთან და გაიხარებთ თქვენ იმიტომ რომ თქვენთან მოვა გაკვეთილები მაგრამ როგორც გითხარით სიყვარულით სიყვარულით ახალი ეპოქა დაიწყო გავდივართ კი გავივლით ჩვენ ახლა ყველაფერს მაგრამ სიყვარულით სითბოთი ისი კი არა რომ უხეშად და ტირილით და რაღაცა ნერვიულობით სითბოდეთ ხო შეიძლება ხო იცით რომ ბავშვს შეგიძლია დაუყვირო და ჯიბრზე წავა და არ გააკეთებს შეგიძლია დაუყვავო და გააკეთებს იმ წუთში და შეიცვლება და სულ შეიცდება რომ გაგახაროს აი ჩვენ გადავდევართ უკვე აი ამ მეორე საფეხურზე სადაც ჩვენ სიყვარულით გავევლით თუ მე ეს არ მსიამოვნებს ჩემო სიხარულო მოდი აი ასეთი საქციელი გააკეთე რომ თქვა მე ვისიამოვნო ნუ სხვანაირად ხო ხდებით რა და ადამიანი უკვე კი რაზე ლაპარაკი რომ თუ შენ არ გსიამოვნებ სიტყვაზე რომ მე ახლა ვიგინები ხო შენს წინ დაუშვე და უკვე ისე კი ნუ იგინები რანაირად იქცე ხო აი რაღაცა ეგეთ ანუ იმე რას გავხარ აგურ გასუქდე ხო ხდებით ეხლა ჩემო სიხარულო მე მინდა ახალი კაბა გიყიდო მაგრამ აი ისე მომწონს მაგრამ ცოტა შეიძლება რომ შეფერხება დაგჭირდება და მე ჩაით ო კი რაზე ლაპარაკი ან და ისე რომ წადი ახლა გოგო რას გავხარ ახლა ცოტა ივარჯიში მიხვდეთ აი ეს ყველაფერი მიდის თქვენი ცხოვრებიდან აქ მიდის დასრულება ნახეთ როცა შენ გინდოდა როცა შენ გიყვარდა აი ეს დასრულება შენ ოცნებობდი რომ აღარ ქონოდა ეს მომენტები შენ ცხოვრებაში და ნამდვილად ეს მომენტი შემოდის სადაც უკვე მოიქნება ჰარმონიული ურთიერთობა გამიგეთ შემოკარგება მაგრამ აი ამისთვის საჭირო არის რომ თქვენს შეიცვალოთ თქვენ შეცვალოთ თქვენი ენერგიები ძველებური ენერგიებით ნახეთ გადასვლა მოხდება აუცილებლად ყველა გადავა ყველა შეცვლის ამ 3 წლის განმავლობაში აქტიურად იქნება მაგრამ ვინც მუშაობს თავის თავზე ვინც რაღაცას აკეთებს ვინც ეხმარება სულს ხო სული ხო მოვიდა ხო გეუბნება ხო განიშნებს რაღაცებს აი იმისი გადასვლა იქნება ადვილი და მალე და ეხლა შენ ნუ შენი არჩევანია ნახე შენ თუ გინდა იჯეკი იმ ჭაობებში და კიდე იგლოვე და იძახე რომ სულ ყველა ცუდია და ისეთი რაღაცა ზოგჯერ ისეთი კომენტარებს ვკითხულობ რომ აი მე ყველაფერს ვკითხულობ და დიდი მადლობა ჩემო ლამაზე მაგრამ ზოგჯერ ისეთი კომენტარები რომ მინდა რომ დავბლოკო ადამიანი რა უბრალოდ აი რაღაც ნუ კარგით რა პარტნიორი რომ მოვიდა ხო გიყვარდა ნუ როგორ შეიძლება ლანძღვა გინება გეხვეწებით რა ეს პირველ რიგში თქვენ თავს პატისარცემთ ესე იგი თქვენ ესეთ ნაგავთან გქონდათ ურთიერთობა წარმოვიდგინეთ რა ანუ სად ახარ ვინ ახარ შენ იმის მერე ხო და ფიქრდეთ ამაზე ხო ყოველთვის რა და უკვე შენი არის არჩევანი შენ როგორ იქნები ტანჯვაში და რა ვქნები წვალობ ხო დედაჩემის მასის წვალა და არ იყო ბედნიერი და აგერი ყველა მასით ცხოვრობს ან
არ მინდა მე ეგეთი ცხოვრება, მე მინდა ბედნიერი ცხოვრება, მე მინდა სიყვარული, მე მინდა ჰარმონიული ურთიერთობა, მე მინდა სიუხვე, ხო? მაგრამ არ ვიცი როგორ, ხო? გეუბნება სამყარო, გეუბნება აგერ არის, მიდი ისარგებლე. მაგრამ შენ თუ დაიწყე, მე ფული არ მაქვს, მე ძვირი, იჯეკი სადაც ზიხარ, შენ გენაცვალე, იჯეკი სადაც ზიხარ. მე მყავს ისეთი სტუდენტები, რომელიც აი 3 და 4 მაგს იხდიან, იმიტომ რომ უკვე გაიარეს ბევრი რაღაცა, მიიღეს შედეგი და გულით და სულით მოდიან, იმიტომ რომ ეს ენერგია მიმოცლა უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ჩემო ლამაზებო და შენ თუ შენთვის გენანება, ხო? ნუ, კაროჩე, რაზეა საუბარი, ჩემო ლამაზო. მე კი ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატივს გცემ და მინდა სულ ყველა იყოთ ბედნიერი აბსოლუტურად და ანუ ეს ახალი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს რაც შეიძლება მალე.